საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოულოდნელ სკანდალში ეხება. უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები გვიდასტურებენ, რომ წერილმა, რომელიც უწყებიდან ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში გაიგზავნა, დასავლელ სამხედრო პარტნიორებში შოკი გამოიწვია. ამ სკანდალური წერილით სამინისტრო ნატოს ატყობინებდა, რომ გეგმავდა ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის თითქმის განახევრებას. ეს ინფორმაცია არათუ ბრიუსელში, თბილისშიც კი მოულოდნელი იყო. არც მთავრობის მეთაურის აპარატი, არც თავდაცვის მინისტრი და არც ნატოს სამეკავშირეო ოფისი წინასწარ ინფორმირებული სავარაუდოდ არ ყოფილა. მაზარი შარიფის ბაზაზე ჯერჯერობით ქართული დროშაც ფრიალებს და ქართველი სამხედროებიც სოფლიო უსაფრთხოებას ჩვეულ რეჟიმში იცავენ. გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ამჟამად ერთი ასეულია, რომლის შემცირების მოთხოვნით კურიერის ინფორმაციით ბრიუსელს საქართველოს თავდაცვის უწყებამ რამდენიმე კვირის წინ მიმართა. მაზარი შარიფის ბაზაზე ქართული ასეულის შემცირებას ოცეულის დონეზე უშუალოდ ლევან იზორიას მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ნიკოლოზ ჯანჯღავა ითხოვდნენ. დღეს არც ერთმა მათგანმა კომენტარის გაკეთება ამ თემასთან დაკავშირებით იმ მიზეზით, რომ დედაქალაქში არ იმყოფებიან, არის სურვა. ავღანეთში კონტინგენტის შემცირებასთან დაკავშირებით პასუხი არ აქვს თავდაცვის მინისტრის კიდევ ერთ მოადგილეს. არ იყო ეს მოთხოვნა თავდაცვის მამკა შემცირდა, რამე არ შემცირებულა, არა, ესეთი რამე არა. უშიშროების საბჭოს მდივანი არ დასტურებს. არა, მე არ ვიცი. ვერ ვადასტურებ, იმიტომ რომ არ მაქვს ეს ინფორმაცია, არ გაგზავნილა და შესაბამისად არ ვიცი. ის რაზეც თავდაცვის უწყებაში საუბარი არ სურდა, რამაც პარტნიორი ქვეყნების გულისწყრომა გამოიწვია, ადასტურებენ უშიშროების საბჭოში. დავით რაქვიაშვილი განმარტავს, რომ თავდაცვის უწყების მოთხოვნასთან დაკავშირებით გაურკვევლობა შეიქმნა, რომელიც ამ ეტაპზე აღმოფხრილია. უშიშროების საბჭოს მდივანმა არც ის ინფორმაცია უარყო, რომ გერმანიამ საქართველოს მოთხოვნა გააპროტესტა. რაღაც გარკვეული კომუნიკაცია იყო ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელმაც გამოიწვია რაღაც კითხვის ნიშნები, მაგრამ ეს გაუგებრობა ამოწურულია. თქვენ ადასტურებთ, რომ გერმანულმა მხარემ გააპროტესტა ეს გადაწყვეტილება ქართული მხარემ? არა, არაფერს არ ვადასტურებ. ამ საკითხთან დაკავშირებით, ისე როგორც თქვენ გაქვთ ინფორმაცია, რაღაც კომუნიკაციის გაუგებრობა არსებობდა, რომელიც ამოწურულია. თქვენ იყავით ჩართული? არა, ჩვენ არ ყოფილვართ ჩართული. მოითხოვეთ ინფორმაცია? ჩვენ ცხადია გვესმის, ვიცოდით ამ საკითხის შესახებ, ამ გაუგებრობის შესახებ მივიღეთ ინფორმაცია და ამიტომაც ვამბობ, რომ გაუგებრობა იყო და არა რაღაც გადაწყვეტილი. ამოწურულია თქვენი ინფორმაცია. უშიშროების საბჭოს მდივნის მიერ ინფორმაციის დადასტურების შემდეგ კურიერს ინფორმაცია ბაზა მაზარი შარიფზე კონტინგენტის შესაძლო შემცირებაზე დაუდასტურა თავდაცვის უწყებამაც. სამინისტროში ამბობენ, რომ კონტინგენტის კონსულტაციებსაც კი გამორიცხავს. არ მგონია ახლა რომ ეს ინფორმაცია შეესატყვისებოდეს სინამდვილეს, იმიტომ მე ამის თაობაზე არ მსმენია და რაც დაკავშირებულია ჩვენ მონაწილეობასთან კონტინგენტთან ავღანეთში, ეს ყველაფერი რჩება ისე, როგორც იყო განსაზღვრული. ეს არის განსაზღვრული ჩვენს მიერ შეთანხმებული ჩვენ პარტნიორებთან, მოკავშირეებთან. ეს არის ძალიან ისეთი დელიკატური, სენსიტიური უსაფრთხოების თემა, სადაც ესე გადაწყვეტილებებს არიღებენ. ის რომ კონტინგენტის შემცირება პარტნიორებთან შეთანხმებით წყდება და არა რომელიმე მაღალი რანგის ჩინოვნიკის მიერ, კარგად იციან ნატოს სამეკავშირეო ოფისშიც. ინფორმაცია მაზარი შარიფში კონტინგენტის შესაძლო შემცირებაზე მოულოდნელი აღმოჩნდა უილიამ ლაჰიუსთვის. მე არ მაქვს ინფორმაცია ამის შესახებ. ასეთი გადაწყვეტილება, რომ ყოფილიყო მას თავდაცვის სამინისტრო მიიღებდა მოკავშირეების მხარდაჭერით. ეს სიმართლეა თუ არა, ინფორმაცია არ მაქვს. საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე სამხედრო კონტინგენტის შემცირებაზე ნებისმიერ გადაწყვეტილებას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს ყოფილი თავდაცვის მინისტრი. თინა ხიდაშელი ამბობს იმასაც, რომ ოფიციალურმა თბილისმა თავისი გადაწყვეტილებით პარტნიორებთან ურთიერთობები არ უნდა გააფუჭოს. მონაწილეობა ყველა ამ ქვეყანაში ერთმანეთის მიყოლებით ამაყად ამბობს ხოლმე იმ რიცხვებს ადამიანებს მადლობას უხდის, ვინც ამ მისიაში მონაწილეობს და ასეთი ამბები საიდუმლოდ ვერ დარჩება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამას სჭირდება საპარლამენტო კონტროლი, პირდაპირ ეს კონსტიტუციით არის გაწერილი. ამიტომ მე არ ვისურვებდი ერთი რომ ეს ჩუმად გაკეთდეს, იმიტომ რომ პირდაპირ ანტიკონსტიტუციური მოქმედება იქნება და მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი, ეს არ არის თემა, რომელზეც ჩვენ გერმანული მხარე უნდა გავაღიზიანოთ, განსაკუთრებით ეხლა, როდესაც ძალიან ბევრი რამე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სწორედ ჩვენი პარტნიორების პოლიტიკაზეა დამოკიდებული. თავდაცვის სამინისტროს მიერ რამდენიმე კვირის წინ გაგზავნილ განცხადებას კონტინგენტის შემცირებასთან დაკავშირებით ძალოვანი უწყების მიერ დაშვებულ სერიოზულ შეცდომად აფასებს ბათუ ქუთელია. თავდაცვის უწყების ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ სამინისტროს თუ კონტინგენტის შემცირება სურდა, ეს თავდაცვის სტრატეგიულ დოკუმენტში უნდა გაეწერა, რაც არ გაუკეთებია. თუ ამ დოკუმენტით ხელმძღვანელობს თავდაცვის სამინისტრო, მაშინ ეს კავშირში არ არის იმასთან, რასაც აცხადებენ, რომ 19-თვის გეგმებს განიხილავენ. თუ კი 19-თვის ამ გეგმებს განიხილავენ და ეს არ წერია SDR-ში, მაშინ ეს არის უბრალოდ ფარატინა დოკუმენტი და არამფერი კავშირი არ აქვს რეალურად თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასთან. ეს ან
მიზანმიმართული მცდელობა არის, რომ მოირღვეს ინსტიტუციურად თავდაცვის უნარიანობა, ან არაკომპეტენტურობის. ორივე შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ეს არის ძალიან დამაზიანებელი. ბაზა მაზარი შარიფზე მყოფმა ქართულმა სამხედროებმა ნატოს სარდლობას თავი არაერთხელ დაამახსოვრეს. განსაკუთრებით კი შარშან, როდესაც ქართულმა ჯარისკაცებმა თალიბების თავდასხმისგან გერმანიის საკონსულო იხსნეს. საკუთარი არსებობის ისტორიაში საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სულ 4 საერთაშორისო მისიაში აქვთ მონაწილეობა მიღებული, მათგან 2 ახლაც გრძელდება. ესენია მისიები ბალკანეთში, სპარსეთის ყურეში, ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. პირველი მისია, რომელშიც ქართველი სამხედროები ჩაერთვნენ, იყო ბალკანეთის სამშვიდობო ოპერაცია. კოსოვოში ჩვენი შენაერთები 1999 წლიდან 2008 წლის დასაწყისამდე იმყოფებოდნენ, მათი რაოდენობა 34-დან 150-მდე მერყეობდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. მეორე მისია იყო ერახში, ეს საკმაოდ ფართო მასშტაბიანი მისია იყო. აქ ქართველები 2003 წელს მოხვდნენ და 2008 წლის აგვისტომდე იმყოფებოდნენ. ქართული შენაერთები სამშობლოში რუსეთთან ომში ჩასართავად დაბრუნდნენ, თქვენ გახსოვთ ეს პერიოდი. მათი რაოდენობა ერახში თავდაპირველად იყო 70 და შემდეგ მათი რიცხვი 2000-მდე გაიზარდა. მესამე მისია, რომელიც ამ დრომდე გრძელდება, არის ავღანეთის ოპერაცია, რომელიც დღევანდელი სკანდალის მიზეზი გახდა. პირველად ამ ქვეყანაში ქართული არმიის ნაწილები 2004 წელს მოხვდნენ. ამ დრომდეც იქ იმყოფებიან, როგორც გითხარით, მათი რაოდენობა თავდაპირველად იყო 50 და შემდეგ 1600-მდე გაიზარდა. ამჟამად კი ავღანეთში 871 ქართველი ჯარისკაცი იმყოფება და მეოთხე მისია, რომელიც ასევე ამ დრომდე გრძელდება, არის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარეობს. პირველად ქართველები 2014 წელს მოხვდნენ და იქ არიან ამ დრომდე, მათი რაოდენობა 156 იყო, ამჟამად კი აფრიკაში 35 ქართველი ჯარისკაცია. საქართველოს მონაწილეობა მსოფლიო სამშვიდობო ოპერაციებში ყოველთვის იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ჩვენ ყველას არაერთხელ მოგვისმენია მსოფლიო ლიდერების მადლობა და დადებითი შეფასებები ქართველი სამხედროების და მთლიანად საქართველოს მისამართით. მიუხედავად მსხვერპლისა, რომელიც ქვეყანამ ამ მისიებში მონაწილეობისას გაიღო და მიუხედავად გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მოთხოვნისა, ოფიციალურად ხელისუფლება არასდროს გეგმავდა მისიებში მონაწილეობის შემცირებას, მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა.